რაღაც არაჩვეულებრივი სურნელები რომდის მომენტალურად კარგ განწყობაზე ვდგები, როცა საქმე საჭმელს რომ აი უცბად როგორც კი აშუშქუნდა ტაფა უცბად მაგო რადიკალურად შეიცვალა. მე ძალიან დამიტველი, იმიტომ რომ ყოველ დღე მგონია რომ ორ შაბათია ჩემი საყვარელი დღე, იმიტომ რომ საუბრობთ რაღაც ახალ ამბებს ვიგებ მედიცინაზე. და მივხვდი რომ ყოველი დღე ერთმანეთზე საინტერესოა, მაგრამ ეს დღე იქნება განსაკუთრებით გემრიელი. განსაკუთრებით გემრიელი ნამდვილად. სტუმარი შემოგვიერთდა და ჯოხია რესტორან აზაფეშეს შეფ მზარეული. უნდა აღვნიშნო რომ მე მგონი ყველაზე ახალგაზრდა შეფ მზარეული ყავს ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში, რაც მე ვიცი შეფ მზარეული თბილისის რესტორანში. 20 წლის არის. რა მაგარია. საერთოდ ახალგაზრდები უფრო ღია არიან განვითარებისთვის. ხო და ასაკში შესული მზარული რომელიც აი დომატიკორერ უკორებს ქართული კერძებს ჩემთვის არ გამოდგება. მე მენდა რომ ვისრით იდეები ჭირდება ადამიანი რომელიც ექსპერიმენტებს არ უშინდება ახალ გემოებს არ უშინდება და ასე შემდეგ. მოდი ახლა ჯონ ყველაფერი გითხარი რას ვაკეთებ რა გვაქვს რა რამდენი რაოდენობით და ასე შემდეგ. ჩვენ ემერეთიდან ჩამოვიტანე მიქლიო სოკო და ჩადა სოკო. ჩადა და მიქლიო. ერთი იქნება მიქლიოს ომლეტიონჯერ სოთა ღვინით უნიკოს დამზადებული. მერი სოფელის ქვერცხებით, კამით. აბა რომელია ჭადა რომელია და მიქლიო ეს არის მიქლიოს დაფილოსფერი. ესე და აი აქეთკენ ესენი არის. ეს არის ჩადა. აბა ჭადამა ჩვენ როგორ გამოიყურება? ჭადას ჯონ შენ ხო აღნიშნე რომ უმათად შეიძლება გასინჯვა და შეიძლება რომ გავსინჯო ეხლა. მამი არ გინდა ახლა გითხრა სტუმარმა რომ არ ჩადო. მიქლიო შეიძლება კი. on ცოტა ხანი. ხო. ცოტა რომ ქვერც დავამატა მახროზე ხარ მოგცა. აი დაიმახსოვრე. კაი, მოდი აქეთ რას ვაკეთებთ? კითხავ რატი ეხა რა ხდება? ხახვი უნდა მოვთუშოთ. მოვთუშოთ, ცოტა ხანი მოითუშება და დავამატებთ აი სოკოს. სურნელი მიყვარს ძალიან. ხახვი რო ითუშება. იცით რა მაინტერესებს? ჯონ შენ აღნიშნე რომ ექსპერიმენტები გიყვარს და არა ვთქვათ ტრადიციული სახეები, ნუ რა თქმა უნდა ტრადიციულიც, მაგრამ სულ სიახლეები გაინტერესებს და საინტერესოა სადაც მოდის ეს სოკო. იქ როგორ ამზადებენ ტრადიციულად? და უკვე თქვენი რამდენად ისეთი თამამი ექსპერიმენტია. მე ამ სოკოს მიჩამი მთელ სოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში და კონკრეტულად ემერეთში ზირეთად ხახვთან ერთად, ცოტა ზეთან ერბოსთან ერთად კეთზე. სხვათა შორის ნიქვი, რომელიც იგივე ადგილზე მოდის, ჯერ ცოტა ადრე მისთვის, არ სჭირდება არაფერი. კახურებული ცხელ კეთზე, მან რო დაკარეთ, ცოტა მარილთან ერთად თავის საკუთარი ზეთი აქვს ყველაზე დიდი არამატი და არც ერთი სხვა არ ჭირდება დამატება სხვა რა. ჯონ, მე იცი რა მაინტერესებს? მართლა ძალიან საინტერესო და ლამაზი ფერი აქვს ორივეს და რა შექმნილი ხო არ არის? არა. ეს არის ბუნებრივი ფერი, ხო? ანუ ესეთი სტაფილოსფერი არის, ძალიან ლამაზია. უნდა თქვა, რომ აი ჩვენთან თათუშეთში მაგალითად დათვა სოკო არის, იგივე ჰეფსურეთში, ემერეთის მთებში. ესეც ითვლება ტრუფელთან ერთად, ნიქვისთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სოკო სოფლიოში. არა, ტრუფელმა გამაგიჟა რა. ფასმა გამაგიჟა. ეხლა რას ვაკეთებ? შენ აღნიშნე ჯონ ხაზგასმით, რომ სოფლის კვერცხი უნდა იყოს აუცილებლად და ამასაც აქვს ხო ბუნებრივი მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველაფერი, აი ეხლა კათამი რომელიც ბებიეს ეზოში არის მოყვანილი და გაზრდილი ამაში სკალი დამაცა. ღვინო დაამატა ხო ჯონ არ გამოეპარა ჩვენყურებას. აი ეს ото უხეში სოკო და ოდნა სკალი უნდა ამას სკალი, ხო. ჩვენ ახლა ოჯახის პირობებში არა ყველა ინსტრუმენტები არა გაქვთ, თორე სოკოს ბულიონი რო დაამატებოდი უკეთესი იქნება. იცი რა ეს კაცია, იმიტომ რომ დიასახლისებისთვის არის ერთგვარი რჩევა, როგორ შეუძლიათ. წყლის მაგივრად ანუ სოკოს ბულიონის დამატება ჯობია ამ შემთხვევაში. უკეთესი იქნებოდა. ოღონდ ბუნებრივი ნამდვილი სოკოსი და არა რაღაც ხო. არა. ყველაფერი ნაღდი ვარგა. რა თქმა აი თუ უნდა. შეფუთული პლასმასი კულში და ქარხნიდან არის გამოშვებული, ჯამთელიაჩი უნდა ქონდეს რამდენად ეს არის საჭირო. ყველაფერში ეგრეა, მე მგონი ჯონ მარტო სამზარეულო. მე ხა ერთი კითხვა გამიჩნდა, სოკოს კერძს რომელი სასმელი უხდება? თავისთავად ალბათ ღვინო, ხო ჯონ? მაგრამ ალბათ გააჩნია სოკოს სახეობასაც და მის გემოს და სახეობასაც და გამომდინარე უნდა და საინტერესო ახლა რაღაცას აკეთებს ჯონ. არა, უბრალოდ ცოტა ხანში პასუხს და მე რეიცი რამე და ამ შეკითხვაზე პასუხის შემდეგ ქრონოლოგიურად მიუყვეთ იმისთვის რომ მაყურებელმა მოასწროს რეცეპტის კარგად ჩაწერა რა არის მე გავაკეთებ. ჯერ სასმელი და სასმელი, რომელი სასმელი უხდება სოკოს კერძს? სხვათა შორის
კაცეთელი ძალიან უხდება. ამიტომ თვითონ ეს თანინიანი სტრუქტურა რაც კახური ღვინოს აქვს. აძლევს ესეთი ვერტიკალური სტრუქტურა, მაგრამ არამატი აი ზოგი სოკო აქვს ყვავლის, ხილის, თაფლის სუნი შეიძლება ქონოს და ამ მთელი დიაპაზონი არის შეგ კაცეთელში. გააჩნია როგორი კერძი არის ალბათ როგორი კერძი შეიძლება აი ნაღები გააკეთე და უფრო მძიმე ღვინოს ჭირდება ან შეიძლება სუფლე გააკეთე და უფრო სუბუქი ღვინო. მაგრამ ღვინო ალტერნატივაა. როგორ? ღვინო ალტერნატივაა. ღვინო არის საუკეთესო სასმელი, რომელსაც ვაყოლებ. მე ფიქრობ, რომ სოკო არის ნაზი და როცა ამზადებს საჭმელი, ესეთი ძლიერი გემოები არ უნდა იყოს, რომ ბოლომდე დააფარო სოკო. ამიტომ არაკთან ერთად ალბათ სოკოს გემო ის თუმცა არის ბევრი სოკო, რომელიც შეიძლება აცნილად, რომელიც აი მარანაჩი გააკეთეთ, მაშინ შეიძლება უფრო არაკისკენ საინტერესო ჩაჩესკენ. აი ტრუფელს რა უხდება ეგ? აი ტრუფელს გეტყვი. თუ ესეთი ბედნიერება გექნება, რომ კაი ტრუფელს შექმნას, ყველაზე კარგი არის აი ოჯახური კვერცხი ოდნა შეცვალა და უმად გახეხეთ ეს ტრუფული შეგ. მეტი არაფერი არ უნდას. რა ხდება იმ მომენტში ეს ტრუფული სუნი, აი გადადის მთელ კვერცხში. ანუ ამ ხელაპატარა ტრუფულ ხდება დიდი ტრუფული თავისი გემოით რა. შეიძლება აი პასტაში მოიქენა ძალიან გემრიელი, აი ბრუსკეტა ახალი გახეხილი ტრუფული არის საოცარი. აი უნდა ვაღიარ მართლა ძალიან მიყვარს მაკო შენი თქმის არ იყოს სოკოზე გიშდება ყველანაირი პროდუქტია და ჟულიენი აღმოჩნდა რომ არ ვიცით ოღონდ რამდენი რამე ხო ძალიან ბევრი არის და აი გეტყვით რომ ეს კამა სოკო ყველგან კეცი რომ გამოიტანოთ არის არაფერი არაფერი სოკო არ არის როცა საკუთარ ეზოში საოცარი სოკოები არიან აი თხეში ვინც ბუნებაში უყარ სიარული ცოტა რო შეისწავლოს შეიძლება აი ძალიან კულინარულად გაახარა საკუთარ თავს არა და პირველი ყველას ნუ საქართველოში გვახსენდება ეს კეცზე იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ხდებით ეს არის ყველაზე იურლი რო იპოვე ყველაზე იაფა 100%-იანი რო იცით რომ არანაირი შხამი არ აქვს მაგრამ აი როგორც გურმანული საჭმა აი როგორც კალმახი დაჭერული აი ჩანჩკერში კალმახი მოყვანილი გურვილი აკვარიუმში მაგალითად. აი ხა მე მაგალითად პირველად ვაგემოვნებ ამ ორ სხვადასხვა სოკოს. საიდან მოგივიდა აზრად, ანუ შენი იდეა იყო თუ მანამდეც გაგიგონა ახალი რეცეპტი არის და როგორ მოგივიდა? თავში საიდან იპოვე როგორ მიაგენი? გუშინ სიზმარში ნახე რომ ესე მინდოდა. ელენეთი იყო სიზმარში და ჩვენ ყველა გადაცემა თუ ჩვენ არ ყოფილიყო. მე ფიქრობ რომ უნდა ჩამოდა გაგახარეთ, მოდი ესე თქვა. იმიტომ მე მგონი ახალი რეცეპტი გამოიგონა, იმიტომ ჯონმა როგორც აღნიშნა ეს არის ის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც დავიწყებულია და სამწუხაროდ არ არის ჩვენს მენიუში ქართულ რესტორნებში და სწორედ ეს ის ახალი არის, რომელიც არ ვიცი, შენ გამოიგონე, მე მართლა მაინტერესებს, როგორ მიაგენი ამას, სადმე ნახე და აგემოვნე თუ გამოიგონე მართლა. კულინარია არ უნდა იყოს რეცეპტი. გასაგებია რომ აი ბებიისგან ვისავლოთ დიდ პაპას და რაღაცა არის ესები მაგრამ ათასობით კერძებიდან საბჭოთა პერიოდში გაჰარა ქართული სამზარული წვადი კაბაბი ჰენკალე მერული ჰაჩობი რადიოების სიმღერების დასაკრეფოდ ესეთი საინტერესო საჭმელები ჩამემ თიანეთ აჭარაში სვანეთში აი საოცარი გემრიელი ჯამთელი აი პური სვამადლი აქვს როცა ქართული ჯიში მოყვანილი ჰიმიკატების გარეშე აი ეს მე რა მაინტერესებს იცით ხო დაასრულე თვითონ აი შეიძლება თქვა რომ ემერეთში ყველაზე მეტი ცნობენ სოკოს და ყველაზე იურლად გზის პირი შეიძლება გარეული სოკო მაგრამ წარმატგენთ რომ ბუნებაში ეს საოცარი ჰარმონია რაც არის შეგამ სოკოში დებს და მოყვანილი შამპინიონი მოკავს აი ბეტონის სტრუქტურა რაღაცა აი ნაკელში და მაგის რა მადლი უნდა კონდას. მაგრამ რა თავისი გამოცდილება რომ მოგვიყვეს ყველაზე მეტად სოკოს რა კერძებს უყვეთავენ იმიტომ რომ ჩვენ აღნიშნეთ რომ სოკო კეცზე არის ყველაზე პოპულარული. ხო აზერბაიჯანში როგორ ხდება უკვე ღია მოწვეული სტუმარი იმისთვის რომ ახალ-ახალი გემოები დააგემონოს, ახალ-ახალი კერძები და არა ვთქვათ იგივე სოკო კეცზე სულ გვინდა. არა ჩვენთან არის ტყის სოკო მოგვაქვს ძირითადად
სპეციალურად ჩვენთვის რაც მოაქვს და მაგას უკვე თავიდან ისე ვაკეთებთ რომ არც სოკოს არომატი არ დაიკარგოს აი რომ შეხედავ იგრძნობოდეს რომ სოკო არის და ძირითადად ეგ არის ჩვენთან ჯონ არ უნდა ჩვენი კლიენტი რო ხირი რო გიფასუხეთ ვინც უნდა დუქანში 3 ლიტრი ღვინის დალევე და კაბაბის ჩამა მაინც ჩვენთან არ მოვა ვინც ეძებს განსხვავებული პროდუქტი უკვე იცის რისთვის მოდის აზერბაიჯანის მთელი ფილოსოფია რომ აი საჭმელი იწყება კარგი ბაზარი კაი პროდუქტი და თევზი არის თუ ხორცი არის თუ სოკო ნიკოს საუკეთესო მე ესე უნდა ნაზა დაკომპლექტეს რომ როგორც რატი თქვა სოკოს თავისი სტრუქტურა არ დაიკარგოს აი თუ შვენდი არის მაშინ უნდა ღეროდეს რომ შვენდი არის მან თავისი ხმა არ უნდა დაიკარგოს და ხო თუ ინგრედიენტები სათითაოდ არ არის კარგი ბუნებრივია რომ კერძი ჯამში აღარ გამოვა ისეთი როგორც უნდა ეხლა ჩვენ გვაინტერესებს რა გავაკეთეთ მოდი აი ბოლოს რაღაცა ლამაზად გადაასხი კვერცხი რა ანუ რამდენი კვერცხი გჭირდება და აი აქედან დავიწყოთ ეს მიქლიო სოკო იყო შემსვარი ზეითუნის ზეთში ჰახვით ეხლა აკვეპილი კვერცხი იყო 6 კვერცხი ოჯახის კვერცხი ხამით შავი პიპილი და მარილით მანამდე სოთა თეთრი ღვინო კაცეთელი იყო კახურა დაკენებული ამ სოკო და ჰახვთან ერთად და რამდენი ხანი უნდა ველოდოთ ესე თითქმის მზად არის რაღაცა სულ 10 წუთი დაჭირდა მაგრამ თავზე დახუ ანუ თავზე უნდა დავახუროთ თუ არა შეიძლება ხო რატი შენ მოგვეუბნები რატი მე მგონი არაჟანი დაამატა არაჟანი დავამატე და ციტაკა არაჟანი ციტაკა მარილიც დავინახე რომ დაამატე შავი პიპირი უნდა თუ არა შავი ციტაკა ხოდნაო აკერ ხედავ კიდე მწვანე ციტაკუშკებიც არის თქვენ როგორც აღნიშნეთ მუდმივად კონტაქტი გაქვთ რა თქმა უნდა რესტორნის სპეციფიკიდან გამომდინარე იმ ადამიანებთან ვინც გამარაგებთ პროდუქტები ხო მათ შორის რადგან დღეს სოკოა კონკრეტულად და მიუძღვენით მთელი გადაცემა სოკოს ამ სოკოს მომწოდებლებთან მათ თუ აქვთ ეს ინტერესი ჯონ საინტერესოა რომ თვითონ გააფართოვონ რაღაც კონკრეტულ სახეობას გაწვდიან ეხლა ხო და ეს ადამიანები ალბათ არიან პირველები ვინც დაინტერესებული უნდა იყოს რომ გაფართოვდეს და თქვენ ნუ უკვე რეცეპტებზე ვინც მუშაობთ ჩვენ შევიკრებოთ აი ჩემი მეგობრები ვინც შეფოვერები არიან მზარულები არიან რომელს სულ პრობლემა გვაქვს რომ გვინდა მაგალითად ალაზნის მდინარის თევზი აი ლაგოდეხის ნამდვილი კალმახი გვინდა სოკო გარიული და აი სათესორი რო იყოს მენდორში დაკრეფილი და არა მოყვანილი ჩემი შეგვეზე გამოვარდრება ესეც მე მგონი რაღაცა დავამატეთ ან ერთი დეტალი და ისიც ნიორი დავამატეთ და აქეთ დავამატეთ მწვანილი და ხო კინძი და ციტაკა ისევ ჯონ რა პირველი რიჩველის რო საზოგადოება თუ მოუნება მასეთი რესტორანში ჩამა მე რესტორანები დაგჭირდებენ რომ შეუკვეთე მასეთი სოკოები და თევზი მე ხალხი თავისი სოფლებში დასაქმებული იქნება უფრო ჯამთელი სოვრობა და საბოლოო კლიენტი უკეთესი უფრო ჯამთელი პროდუქტი ექნება ამოცანა ეს არის ჯონ მე ცირა კითხვა გამიჩნდა საქართველოში ძალიან ხშირად გამოვიყენებთ ნედლს ახალ დაკრეფილ სოკოს აი შენახვის პირობები როგორი არის აი არ არის ისეთი ხშირი აი თუნდაც დაწნილება დამარინადება გახმობა არ არის ესეთი პოპულარული და თუმცა არის რაღაცა წესები როგორ უნდა შევინახოთ სოკო თუ გაქვს ინფორმაცია მაგაზე მაგალითად დათვა სოკო ჯობია სოთაანი უნდა იყოს ჰაირუმელში და მე შეიძლება ზაფხულში ჩამოკიდეთ on დაჭრილი ესეთი თავისი პროფილი თუ პირდაპირ ზაფხულში შეიძლება დაჭრეს შეიძლება როგორც სნილი ჩაცნილი სოკოები არიან სოკოები რომელიც ესე პირდაპირ არ იჭმება მაგრამ რომ მოხარშე მარილი მე შეიძლება ჩაცნილი და ძალიან გემრიელი არის ყველა სოკო თავისი სესი აქვს ეხლა პორჩინი უნდა გაახმა როცა იმდენი გაქრო ვერ ასრებთ რომ ნედლა შეჩამა მithom ბევრად უფრო გემრიელი არის ნედლი თუმცა სუპერი სვისამი მარილს ხო ინახება შეიძლება მარილს მაგრამ ხო მაგრამ შემდეგ იგივე ვთქვათ სხვა დროს როცა ვერ ახერხებ ან ყიდვას ან შეგროვებას ეს დამარინადებული რო გამოიყენო იგივე სუპში ან ასე შემდეგ გაცილებით უფრო არომატული იქნება ვიდრე ვთქვათ სხვა კონსერვის სოკოს გამოყენება თეფშები სად გვაქვს მე რას დავაკვირდი თეფშები არის იქით ახლა მოგეხმარებით მე რას დავაკვირდი იცი კერძის მზადების დროს არც ერთმა არ გასინჯეთ რამდენი იყო საჭირო ვთქვათ მარილი ნიორი ზედმეტი ხომ მე მგონი იმდენად კარგად იციან გავსინჯო და არა კერძის მზადების პროცესში. მოდით კიდევ ერთხელ ხო არა უხსნათ მაყურებელს, თქვათ ვინც ახლა გადმორთო და არ იცის, კიდევ ერთხელ მოკლედ რა გავაკეთეთ ჯონ, რაც არის მიქლიო, თეთრი ღვინოში მოთუშული, ახალი ოჯახის კვერცხი და კამით. ეს იქნება
ჩადა სოკო, არაჟანით, ნიორით, კინგზით. ოდნა სარის ციცაკი. ჩადა როგორც შედერებით ცოტა უხეში სოკო, ამ არაჟანით ამ წარი ციცაკა უფრო მისთან ახლობლობს და მიკლი არის ჰაეროვანი და მაგითომ აი კვერცხით უფრო სუბუქი. მე ხა ჩანგლებს ცავიღე. ფოტოჟურის ის აღსანიშნავია, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგ უკვე როგორ არის სერვირებული აი ეს თეფის თვითონ კერძი. იმიტომ მოვალე ხა. აღძრავს რა თქმა უნდა მადას და შუაში მოვა. სული გიჩნდება რომ ეგრევე დააგემოვნო. აი სურნელი არის ნამდვილად ფანტასტიკური. კარგია ვართ ფაქტიურად. დღეში ვართ ნამდვილად არა ჩვენ. წარმოსახვას თუ ჩავთავთ ცოტა მე მგონი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ მე მგონი დავიწყოთ ამითი. აბა დააგემოვნო და შემდეგ შენი იცი რა რასაც იგრძნობ აგემოსაც მე მგონი იმიტომ რომ შენც პირველად ამ სახეობას მე მგონი ყველა პირველად. ჩავიფიქროთ ელენეს კარგი დავატების დღე ქონდეს. კიდე გენდათ? როგორ არ გვინდა? მაშინ ერთად. აი ზუსტად თქვი ეს არის ჰაეროვანი. ეს არის ფაქტიურად სოკოს დეგუსტაცია. ორი სხვადასხვა. შეიძლება ძალიან საინტერესო 3-4 სხვადასხვა. ეს არის მიკლიო და ეს არის ჩადა. ჭადა. აი ჭადაში მართალია ცოტა მძიმე გემოებია თუ შეიძლება ასე დავახასიათო გამოკვეთილი გემოა პროფესორად და ახლა სხვასაც ვნახავ. მოდი ნელ-ნელა ჩვენ სტუმარს მადლობა ხომ არ უთხრათ რატის იმისთვის რომ დაგვეხმარა. აუცილებლად რატის ძალიან დიდი იმისთვის რომ ჩვენთან ერთად იყო. ხშირად მობრძანდი ჩვენთან. მადლობა ძმაო. კაი ახალგაზრდა ხართ და მომავალი ნათელი გისურვებ. მადლობა დღეს დაგვეხმარე. ყველაზე დიდი მადლობა რატისთვის და ყველა შეფისთვის. ალბათ არის ისეთი სახეები, როგორიც ჩვენ გვაქვს ახლა, როცა მის მომზადებულ გემრიელ კერძს მიირთმევ და სხვა ადამიანს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ორივეს და მადლობა იმისთვის, რომ გაამდიდრეს ის სოკოს რეცეპტები, რომლებიც აქვს ჩვენ მაყურებლებს. სულ ცოტა ხანი უნდა შევისვენოთ. ოხ რა თემით დავბრუნდებით? მამაკაცებო, მოკალათი ტელევიზორებთან მის პლანეტაზე ვისაუბრებთ. მიირთმევენ თქვენი აზრით სოკოს და ზოგადად ბევრს მიირთმევენ. მე მგონი რომ მაგას გავარკვევთ და ჩვენში შედის. ჩვენი პლანეტაზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ.